ადამიანის ტვინი, რომელსაც ხშირად უწოდებენ კაცობრიობისთვის ცნობილ ყველაზე რთულ ორგანოს, არის ბუნების საოცრებების და ბევრისთვის ღმერთის ქმნილების დასტური. ნეირონებისა და სინაფსების ეს რთული ქსელი მხოლოდ პასიური პროცესორი არ არის. ის წარმოადგენს დინამიურ, განვითარებად ერთეულს, რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში აგრძელებს ადაპტაციას. ნეიროპლასტიკურობა, ანუ ტვინის უნარი მოახდინოს საკუთარი თავის რეორგანიზაცია ახალი ნეირონული კავშირების შექმნით, ეწინააღმდეგება ოდესღაც არსებულ რწმენას, რომ ბავშვობის ასაკის შემდეგ ტვინი სტატიკური რჩება. ეს მოქლილობა მიანიშნებს თანდაყოლილ მადლზე, რომელიც წააგავს იმ უსაზღრო წყალობასა და ადაპტაციას, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუკავშირებთ, რაც გვაძლევს მეორე შანსს, ზრდის და გამოსყიდვის შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ბევრი აღიქვამდა ტვინს როგორც სულის სამყოფელს, ჩვენს მოკვდავ არსებობასა და ღვთაებრივ შორის კავშირის წერტილს. როგორც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერია, ნუ დაემსგავსებით ამ წუთის სოფელს, არამედ შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღვთისნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. მისი დინამიური ბუნების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ არა, რომ ტვინის მუდმივად განვითარებადი გზები ღვთისგზავნილების გამტარებად იქცეს. თუ კი ღმერთმა თავისი უსაზღრო სიბრძნით კაცობრიობა თავის ხატად შექმნა, მაშინ ტვინის უნარი შეიცვალოს და გაიზარდოს, შეიძლება თავად ღმერთის დინამიური ბუნების ანარეკლი იყოს. იმის კვალდაკვალ თუ როგორ აყალიბებს და გადააპროგრამებს ჩვენი გამოცდილება ჩვენს ტვინს, განაჩვენს უფრო მეტად არ ვეწყობით ღმერთის სიხშირეს, ვიღებთ რა სიბრძნესა და წინამძღოლობას ამ ღვთაებრივი ნერვული ცეკვის მეშვერობით. უძველესი წმინდა წერილები, როგორებიცაა ვედები, თორა და ყურანი, ღრმად ეხმიანება მეტამორფოზის, განახლებისა და სიბრძნის დაუღალავი ძიების თემებს. ადამიანის ტვინის ადაპტაციის უნარი, მისი გარდაქმნისა და სწავლის შესაძლებლობა, როგორც ჩანს, სინქრონშია ამ სულიერ პრინციპებთან. თუ ტვინს შეუძლია ახალი გზების გაკვალვა, გამოცდილებიდან სწავლა და ტრამვისგან განკურნებაც კი, მაშინ ნამდვილად დასაშვებია, რომ ეს ორგანო შექმნილია ღვთაებრივი კომუნიკაციების მისაღებად და გასაგებად. როგორც რადიოს შემთხვევაში, სწორმა მომართვამ შეიძლება გზავნილის მიღების სიცხადემდე მიგვიყვანოს. ანალოგიურად, კარგად მომართული გონება, ნეიროპლასტიკურობის დახმარებით, შეიძლება აღმოჩნდეს იდეალური მიმღები ღმერთის შეუმჩნეველი გზავნილებისთვის. კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ასპექტია ის, თუ როგორ ახდენს გავლენას ჩვენი არჩევანი და გარემო ჩვენს ტვინზე. ისევე როგორც სულიერი თვალსაზრისით გვირჩევენ ვეძიოთ კარგი საზოგადოება და მოვერიდოთ მავნეზე გავლენებს, ჩვენი ტვინიც ვითარდება ან დეგრადირდება ჩვენი გარემოცვისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე. რელიგიური კუთხით სიბრძნის ძიება, მოთმინების გამოჩენა და სიყვარულის გაღვივება შეიძლება იყოს ღმერთისკენ მიმავალი გზები. ნეირომეცნიერული კუთხით კი ამ პოზიტიურმა მისწრაფებებმა შეიძლება ტვინი კიდევ უფრო დახვეწოს, რაც აძლიერებს იდეას, რომ ჩვენი მოგზაურობა ღვთისმოსაობისკენ ერთდროულად სულიერიც არის და ცერებრალურიც, გონებრივიც. როდესაც ჩვენ შეგნებულად ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც კვებავს ჩვენს გონებას, ღვთაებრივი კავშირი პოტენციურად შეიძლება უფრო ნათელი გახდეს, რაც გამჭრიახობაში, ინტუიციაში ან მიზნის გაღრმავებულ განცდაში გამოიხატება. ისტორიის მანძილზე სიტყვებს უბადლო გავლენა ჰქონდათ. ისინი მოწმობდნენ სამყაროთა შექმნას, ცივილიზაციების აღზევებასა და დაცემას და ინდივიდუალური ბედისწერის ფორმირებას. სიტყვებს, რომლებიც არსობრივად არის დაკავშირებული ემოციებთან, აქვთ პოტენციალი განკურნონ ან ზიანი მიაყენონ, აამაღლონ ან დაამცირონ, დააკავშირონ ან გააუცხოონ. სიტყვების ეს მნიშვნელობა ხაზგასმულია არა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებში, არამედ სულიერ სფეროშიც, სადაც ისინი შეუცვლელ როლს ასრულებენ ღვთაებრივთან ჩვენი კავშირის ხელშეწყობაში. როგორც იოანეს სახარებაშია ნათქვამი, თავიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან
და სიტყვა იყო ღმერთი. ეს წმინდა კავშირი სიტყვებსა და ღმერთს შორის აშკარაა სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში, რაც ხას უსვამს ჩვენი გამოთქმულ თუ გამოუთქმელი გამონათქვამების ღვთაებრივ არსს. სიტყვებით გამოხატული ემოციური სიღრმე აყალიბებს ჩვენს ნერვულ გზებს, რაც განამტკიცებს ღრმა კავშირს ენას, გრძნობებსა და ტვინის არქიტექტურას შორის. როდესაც სიტყვები წარმოითქმება სიყვარულით, სიკეთითა და გაგებით, მათ შეუძლიათ სინათლის გზების გაკვალვა და ჩვენი გულისა თუ გონების გახსნა ღვთაებრივი რეზონანსისთვის. და პირიქით, ბოროტებით ან ზიზღით გაჟღენთილმა სიტყვებმა შეიძლება დაბინდოს ჩვენი აღქმა და შეაფერხოს ჩვენი სულიერი ზრდა. შესაბამისად, ის თუ როგორ ვირჩევთ სიტყვებს, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ, გადამწყვეტ როლს თამაშობს ღვთაებრივი მიმღებლობის siცხადის განსაზღვრაში. პოზიტიურობითა და მადლით ახსავსე სიტყვების არჩევით, ჩვენ ვქმნით საფუძველს ღმერთთან უფრო ღრმა ზიარებისთვის, ვრეზონირებთ რა სიყვარულის, თანაგრძნობისა და გაგების სიხშირეებთან. თუმცა ეს კავშირი მხოლოდ სიტყვიერ გამოხატულებებს ცდება. ჩვენი ემოციური ტვინი ლიმბური სისტემა ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს გავლენით მუდმივად მერყეობს. ეს ემოციები, წარმავალი თუ ხანგრძლივი, ღრმად მოქმედებს ჩვენს სულიერ მიმღებლობაზე. კავშირი ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და ღმერთთან ჩვენს კავშირს შორის საკმაოდ რთულია. წყენით ან ბრაზით დამძიმებულ გულს შეიძლება გაუჭირდეს ნუგეშის პოვნა ღვთაებრივ კომუნიკაციაში. მაშინ, როცა მშვიდ გულს, გარე-გარემოებების მიუხედავად, ბევრად მარტივად შეუძლია შეეწყოს ღმერთის ჩურჩულს. ჩვენ ვამზადებთ ჩვენს გულებს ღმერთის გზავნილების მისაღებად, როდესაც ვმართავთ ჩვენს ემოციურ მღელვარებას და ვამშვიდებთ შინაგან შტორმებს. გარდა ამისა, ჩვენი სიტყვები და ემოციები ერთმანეთში იხლართება და თითოეული მათგანი მეორეზე ახდენს გავლენას. როგორც ძველი წმინდა წერილები უსვამენ ხას დაუფიქრებელი საუბრის საფრთხეებს, თანამედროვე ნეირომეცნიერებაც მიუთითებს სიტყვების გავლენას ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე. როდესაც ვინმეს უჩნდება ცდუნება სიბრაზე სიტყვიერად გადმოანთხიოს, აუცილებელია გაიხსენოს, რომ ასეთი სიტყვების გავლენა მხოლოდ მიმღებით არ შემოიფარგლება. მთელ სიმძიმეს თავად მთქმელიც იღებს. ასეთ მომენტებში ღვთაებრივი ხელმძღვანელობის ძიებამ შეიძლება მოგვანიჭოს ის სიცხადე და თავშეკავება, რაც სიტუაციის სამართავად არის საჭირო. მე ფსალმუნის თხოვნა ფსალმუნთაში „დაე სასურველი იყოს შენს წინაშე სიტყვები ჩემი ბაგისა და ზრახვანი ჩემი გულისა“, ხაზს უსვამს მჭიდრო კავშირს ჩვენს სიტყვებს, ემოციებსა და ღვთის კეთილგანწყობის ძიებას შორის. ადამიანის ტვინის თანდაყოლილი ადაპტაციის უნარი, რომელსაც ხშირად ნეიროპლასტიკურობას უწოდებენ, აჩვენებს მის ღრმა პოტენციალს ზრდისა და ცვლილებისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს მოქნილობა მიანიშნებს არა მხოლოდ ჩვენს უნარზე განვითარდეთ და ვისწავლოთ, არამედ იმ ღვთაებრივ ჩანაფიქრზეც, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს არსებობას. რწმენისა და ნეირომეცნიერების გზაჯვარედინზე შეიძლება დავინახოთ ღვთაებრივი გეგმა, რომელიც ხელმძღვანელობს ჩვენს მოგზაურობას სულიერი რეალიზაციისკენ, კოგნიტური ზრდისკენ და საბოლოოდ ღმერთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ. ამ გზაზე ცენტრალური ადგილი უკავია მიზეზ შედეგობრიობის კანონს, პრინციპს, რომელიც სცდება ფიზიკურ სამყაროს და ეხმიანება ჩვენს სულიერ გამოცდილებას. ეს მარადიული კანონი, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული სხვადასხვა რელიგიურ სწავლებაში, გულისხმობს, რომ ყოველი ქმედება, ფიქრი თუ ემოცია უცვლელად იწვევს შესაბამის რეაქციას. ნევროლოგიურ დონეზე ჩვენი ქმედებები, ფიქრები და გრძნობები ძერწავენ ნერვულ გზებს, განამტკიცებენ ძველ მოდელებს ან ქმნიან ახალს. სულიერად, ეს კანონი ემსახურება ჩვენს არსებობაში ფესვგადგმული ღვთაებრივი პასუხისმგებლობის შეხსენებას,
როდესაც ვთესავთ სიკეთის, თანაგრძნობისა და სიყვარულის მარცვლებს, ჩვენ არა მარტო ვკვებავთ ჩვენს სულებს, არამედ ვიწვევთ ღვთის კურთხევასა და წინამძღოლობას ჩვენს ცხოვრებაში. ადაპტაციის კანონი კიდევ უფრო უსვამს ხაზს ტვინის გასაოცარ უნარს, შეიცვალოს გამოცდილების საპასუხოდ. ორი უძველესი იგავი ელეგანტურად ასახავს ამ არსს. ბრძენებთან მოსიარულე დაბრძენდება და ნუ დაუმეგობრდები გულფიცხ კაცს და ნუ ივლი მასთან. ეს იგავები ასახავს ნევროლოგიურ ჭეშმარიტებას, რომ კონკრეტულ სტიმულებთან ან გარემოსთან მუდმივმა შეხებამ შეიძლება გადააპროგრამოს ჩვენი ტვინი, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს აღქმაზე, ემოციებსა და ქცევებზე. ღვთაებრივი თვალსაზრისით, ღმერთის ხელმძღვანელობა, როგორც ეს ამ იგავებშია ასახული, მოგვიწოდებს გარშემორტყმული ვიყოთ პოზიტიური ზეგავლენით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ ზრდასა და ევოლუციას. მასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული არჩევანის კანონი, რომელიც ადასტურებს ჩვენს თანდაყოლილ ძალას ვმართოთ ჩვენი ბედისწერა. ყოველი გადაწყვეტილება, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, აღალიბებს ჩვენს ნერვულ გზებს და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ტრაექტორიებს. თუმცა, ამ კანონის სულიერი განზომილება ბევრად ღრმაა. ღმერთი გვანიჭებს თავისუფალნებას და გვაძლევს ძალას გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც ან გვაკავშირებს ღვთაებრივ მიზანთან, ან გვაშორებს მას. ყოველი არჩევანისას არსებობს შესაძლებლობა უფრო მეტად დაუახლოვდეთ ღმერთს და მივყვეთ გზებს, რომლებიც მის სწავლებებს ეხმიანება, ან შევცდეთ ხშირად წამიერი სიამოვნებით ცდუნებულნი. არჩევანის ამ ღვთაებრივი საჩუქრის აღიარება და მისი გონივრულად გამოყენება უზრუნველყოფს უფრო მდიდარ, სულიერად სრულყოფილ არსებობას. ადამიანის ტვინის ზრდის უნარი მხოლოდ ნერვული გზებით არ შემოიფარგლება. ის მოიცავს დენდრიტულ ზრდას და ახალი ტვინის უჯრედების წარმოქმნასაც კი. მსგავსი ცერებრალური საოცრებები პარალელს ავლებს სულიერ მოგზაურობასთან, სადაც მუდმივი სწავლა და თვითგანვითარება აუმჯობესებს ღმერთის ჩვენეულ აღქმას. ცოდნის ძიება, იქნება ეს წმინდა წერილების თუ აკადემიური, იმის დასტურია, რომ გვსურს გამოვიკვლიოთ ღვთაებრივი საიდუმლოებები, რომლებიც გარს აკრავს ჩვენს არსებობას. ნეიროგენეზის ახალი ნეირონების დაბადების კონცეფციაც პოულობს სულიერ გამოძახილს. ისევე როგორც ტვინს აქვს გაახალგაზრდავებისა და ზრდის პოტენციალი, სულსაც შეუძლია განიცადოს განახლება. ღვთის წყალობა და პატიება გამოსყიდვის შანსს გვთავაზობს, რაც საშუალებას გვაძლევს განთავისუფლდეთ წარსულის ტვირთისგან და ცხოვრება თავიდან დავიწყოთ. ეს ღვთაებრივი მადლი ადაპტაციის თანდაყოლივ ცერებრალურ უნართან ერთად ხაზს უსვამს პიროვნული და სულიერი ზრდის უსასრულო შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, ეს ზრდა არ არის მოკლებული გამოწვევებს. ტვინიც და სულიც, რომლებიც მგრძნობიარენი არიან გარეზე გავლენების მიმართ, მოითხოვენ შეგნებულ ძალისხმევას ყურადღების გადამტანი ფაქტორებისა და ცდუნებების დასაძლევად. აქ დახმარებას გვიწევს გადამისამართების, ყურადღების გადატანის კანონი. ის ამტკიცებს, რომ როდესაც გარკვეული მისწრაფებები მიუღწევლად გვეჩვენება, ტვინს შეუძლია გადაამისამართოს თავისი ფოკუსი სხვა მიზნებისკენ. სულიერად, ეს კანონი შეგვახსენებს, რომ დახურული კარების წინაშეც კი ღმერთი ხშირად აღებს შესაძლებლობის ფანჯრებს. როდესაც ერთი გზა ჩახერგილი ჩანს, ღვთაებრივ ხელმძღვანელობას შეუძლია გაანათოს ალტერნატიული მარშრუტები, რომელთაგან თითეული უნიკალურ გაკვეთილებსა და ზრდის პერსპექტივებს გვთავაზობს. გარდა ამისა, ტვინის განვითარებაში შოკური ფაქტორების კონცეფცია ასახავს იმ განსაცდელებსა და გასაჭირს, რომლებიც აწრთობს ჩვენს სულებს. ისევე როგორც მარხვას, ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს და ტემპერატურის უეცარ ცვლილებებს შეუძლია შოკში ჩააგდოს ტვინი და განაპირობოს მისი ზრდა. ცხოვრებისეული გამოწვევები, რომლებიც ღვთისგან არის მოვლენილი ან დაშვებული, შეიძლება იყოს ის სადნობი ქურა, რომელიც გამოაწართობს ჩვენს რწმენას, გამძლეობასა და ხასიათს. ამ კანონების, მიზეზშედეგობრიობის, ადაპტაციის
არჩევანისა და გადამისამართების გადახლართვა ხატავს ადამიანური გამოცდილების ჰოლისტურ სურათს, როგორც ნევროლოგიურ, ისე სულიერ ჭრილში. ტვინი თავისი რთული ნერვული გზებითა და გასაოცარი ადაპტაციის უნარით წარმოადგენს ღმერთის დიდებული ჩანაფიქრის დასტურს. ამავდროულად ღვთაებრივი კანონები, რომლებიც მართავენ ჩვენს არსებობას, გვთავაზობენ სულიერი ამაღლებისკენ მიმავალ გზამკვლევს. ადამიანის გონების უზარმაზარ სამყაროში ღვთაებრივი კომუნიკაციის შესაძლებლობა ერთდროულად ღრმაც არის და სარწმუნოც. ტვინის მექანიზმების, მისი ადაპტაციის უნარისა და სიტყვებისა თუ ემოციების ძალის გაგებით ადამიანმა შეიძლება იპოვოს გზა ამ ღვთაებრივი გზავნილების გასაშიფრად. ტვენის სირთულეები და საოცრებები, რომლებიც გადაჯაჭვულია სულიერ ცდომასთან, ხატავს ისეთი სამყაროს სურათს, სადაც მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს კი არ უპირისპირდება, არამედ ჰარმონიულად ცეკვავენ და ამდიდრებენ ერთმანეთს. იქნება ეს ახლად შეძენილი ცოდნის სასიამოვნო მოულოდნელობით, საჭირო დროს ნათქვამი სიტყვით, თუ თუნდაც ქაოსში არსებული სიჩუმით, შესაძლოა ღმერთი ყოველთვის გვესაუბრება. მთავარი გასაღები კი იმაშია, რომ მოუმართოთ ჩვენი გონება და სული მის მოსასმენად.